სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არსებობს. დღეს სახარებიდან წავიკითხეთ თუ როგორ დაანაყრა განაწყო უფალმა 7 პურით 4000 ადამიანი. რა თქმა უნდა, ეს თავისთავად ძალიან დიდი სასწაულია, როგორ შეიძლება 7 პურით 4000 ადამიანი განაწყო, მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩვენ წინა კვირას წავიკითხეთ სახარებიდან ადგილი, სადაც აღწერილი არის 5 პურით 5000 ადამიანის განწყება. და აი ხა მეორდება კიდევ, ფაქტიურად მეორდება იგივე რამდენიმე დღე მასთან ერთად იყვნენ ეს ებრაელები, რომელთაც უქადაგებდა და ბოლოს, როდესაც მოწაფეებმა მოუთხრეს, რომ გაუშვირო თავისი საჭმელი თვითონ იყიდო, უთხრა შეიძლება გზაში დაიხოცონ, ისეთი გარაკად გამოცდილები არიან და ამიტომ ესე იგი მოახდინა კიდევ ერთხელ ესეთი მსგავსი სასწაული. აი, თავისთავად ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და როჯერ ვისაუბრია 5000 ადამიანის 5 პურით განწყება, თუნდაც 7 პურით 4000 ადამიანის განწყებაზე. მაგრამ რატომ მეორდება ეს? პირველი ეს მინდა გითხრათ, რომ კი არ მეორდება ეს ხშირად ხდება. უბრალოდ ეს ორი განსაკუთრებული, ესე იგი, თვალშისაცემი სასწაული არის გავრცელებული, სახარებაში არის აღწერილი და კიდევ აი ეს ემთხვევა საკითხავები სულ ცოტა ხნის წინ წავიკითხეთ ამ 5 პურის შესახებ, ახლა ამ 7 პურის და 4000 კაცის განწყების შესახებ საუბრობთ და რატო არის ესე ხაზგასმული? ალბათ კითხვა ესე უნდა დაისვას. ისე კი არა, რომ აი რატო ხდებოდა ეს, რატო მოხდა, რატო განმეორდა, არა. განმეორდა კი არა, ბევრჯერ მომხდარა ეგეთ სასწაული, უბრალოდ აი აქ არის ხაზგასმა ესეთი. და რატომ არის ესეთნაირად განსაკუთრებულად ხაზგასმული? გარდა იმისა, რომ სახარების ამ ადგილში არის აი ესეთი მნიშვნელოვანი სწავლება მოწყალების შესახებ, სასოების შესახებ, ამ ყველაფერთან ერთად აქ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოცემული, აი განმეორებადობას რაც შეეხება, ის რომ როდესაც ერთხელ მოხდა ეს, რომ 5 პურით 5000 განაწყო, ადამიანებს რა თქმა უნდა, ეს დიდი ნუგეში იყო და რა თქმა უნდა დიდი იმედი გაუჩნდათ, მაგრამ როდესაც ასეთი დიდი სასწაული ხდება, ამას ყოველთვის მოყვება რაღაცა გარკვეული უიმედობის გრძნობა. უიმედობის, იმიტომ რომ აი ერთხელ მოხდა, ხა ვერ ვიტყვით, რომ შემთხვევით მოხდა ერთხელ ეს სასწაული, მაგრამ ხა მეორეჯერ რომ მოხდება, რა ვიცით. აი შეიძლება როცა არ ელოდები და მაშინ მოხდება, უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე როცა ელოდები და მერე თუ არ მოხდება, აი უკვე შიში იპყრობს ადამიანს. და სწორედ ეს არის ამ სასწაულის ალბათ ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რომ იესომ ის კიდევ ერთხელ აღასრულა ასეთი დიდი სასწაული და ალბათ შეიძლება ჩვენი გულისთვის, ჩვენი მცირედ მორწმუნეობისათვის არის განსხვავებული რიცხვები, თორე არსობრივად იგივეა. ეს არის რაღაც რამდენიმე ნატეხი პურით, რამდენიმე 1000 ადამიანის განწყება. ხო და რატო არის ეს? ეს სწორედ იმიტომ არის, რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აი ისიც მოხდა, ესეც მოხდა, კიდევ უამრავი სასწაული ხდებოდა, რომელზეც იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომც მოხერხებულიყო მათი აღწერა, დედამიწა ამ წიგნებს ვერ დაიტევდა. ანუ უფალი ახდენდა უამრავ სასწაულს და ახდენდა იმ საკუთრივ იმ ადგილას, იმ დროს, როდესაც ეს იყო აუცილებელი, მაგრამ ასევე იმისათვის, რომ ჩვენ ეს დაგვემახსოვრებინა. უფალი ახდენს ამ სასწაულებს და დღესაც ახდენს ამ სასწაულებს. დღესაც ახდენს უფალი ამ სასწაულებს და ჩვენ ერთადერთი პირობა, რომელსაც ხშირად თვითონ უფალი იმეორებს, წადი და ისე მოგიგება, როგორც გჯერა. ისე მოხდება, რომ შენი რწმენისაება რომ მოგიგებ, შენ ესე ამბობს ხშირად. უფალს კი შეუძლია სასწაული მოახდინოს, მაგრამ აქ არის კიდევ საჭირო მეორე მხარე, რომელსაც წმინდა მამები ბერძნულად სინერგიას უწოდებენ. ეს არის ღვთისმოქმედება და ადამიანის მონაწილეობა ამაში. აი ეს სინერგია არის აუცილებელი და აი სინერგიის მაგალითი არის
დღევანდელი აი სახარებაში წაკითხული სასწაული, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ნუ აი რაღაცა თითქოს ჩაიარა ამ აუცილებლობამ, მიუხედავად ამისა, უფალი კიდევ ერთხელ დაბეჯითებით ახდენს აი ამ უდიდეს სასწაულს, იმისათვის, რომ აქ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, იმისათვის, რომ რატო ახდენს? რომ ჩვენს მცირედ მორწმუნეობას არ დაუტოვოს ადგილი. აი ამის შემდეგ, როდესაც ესეთი რამე მოხდა და როდესაც მოციქულებმა ეს თავის თვალით დაინახეს და მონაწილეობა მიიღო. ამის შემდეგ კიდე მათ რო ჰიჭვი შეეტანათ, რომ კიდე მესამეჯერად შეუძლია უფალს ამის მოხდენა, ეს უბრალოდ წოდვა იქნებოდა. და ჩვენ გავიხსენოთ ჩვენი ცხოვრება. რამდენი სასწაული, რამდენი მოულოდნელობა აგვისრულა უფალმა, რამდენი სურვილი შეგვისრულა და ამის შემდეგ კიდე ეჭვის შეტანა, ეს არის წოდვა. ეს დიდი წოდვაა ძალიან და ამიტომ ეს სასწაული დღეს რაც ჩვენ წავიკითხეთ სახარებიდან, ჩვენ გავალდებულებს პირდაპირ, რომ მუდმივად გქონდეს უფლის იმედი. და ღმერთმა ნუ მოგვიშალოს ეს, ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არის ღმერთი.